ამერიკის უსახლკაროთა 30%-მდე კალიფორნიაში ცხოვრობს. ქუჩებიდან ხალხის მოსაშორებლად მთავრობამ ბოლო 5 წელში 24 მილიარდი დოლარი დახარჯა. მაგრამ თანამდებობის პირების მცდელობების მიუხედავად, ქუჩის მცხოვრებლები მატულობენ. ლოს-ანჯელესის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დახმარებისთვის ხელოვნურ ინტელექტს მიმართეს. რათა წინასწარ გააფრთხილოს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება უახლოეს დროში ქუჩაში აღმოჩნდეს. კვარტალში ერთხელ ხელოვნური ინტელექტი საფრთხეში მყოფთა სიას ქმნის, რომელსაც მეცნიერები ქალაქის საკრებულოში აგზავნიან, სადაც სპეციალისტები ამგვარ ოჯახებს ურეკავენ და დახმარებას თავაზობენ. ამგვარი ოჯახის პოვნის შემდეგ მათთან ვიწყებთ მუშაობას, ცოტა ხანი, მაგრამ ძალზედ ინტენსიურად 6 თვემდე. თავაზობთ ფინანსურ სპეციალისტს, რომელიც ეხმარება საცხოვრებლის ქირავნობაში, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, ტრანსპორტირებასთან, ვიხდით საკრედიტო ბარათებს, უბრალოდ ნებისმიერ ფინანსურ სირთულესთან გამკლავებაში ვეხმარებით. ასევე სამედიცინო და საიმიგრაციო დახმარების აღმოჩენაში ვეხმარებით. 3 წლის წინ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საფუძვლად 90,000 ადამიანისგან შემდგარი სია აიღეს, რომლებიც უფასო მედიცინით სარგებლობდნენ. სია დასამუშავებლად ხელოვნურ ინტელექტს გადასცეს, რომელიც მანამდე იკვლევდა ლოს-ანჯელესის ქუჩაში მცხოვრებთა უსახლკაროთა ისტორიას. ამგვარად, მანქანამ ისწავლა გაგება იმისა, თუ სად არის არ დაბრუნების წერტილი. პროგრამა 4-ზე მეტ ალგორითმს შეიცავს, რომელსაც შეუძლია ვარაუდი იმისა, საზოგადოების გარკვეული ფენიდან თუ ვინ შეიძლება მომავალში ქუჩაში აღმოჩნდეს. კლიენტები ხშირად გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართავენ. ეს ის ხალხია, ვინც პოლიციაში ან საპატიმროში ყოფილა, იღებდა სოციალურ დახმარებას ან მისთვის მიმართავდა. ანუ ასე თუ ისე მთავრობასთან ურთიერთქმედებს. რამდენიმე წლის წინ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ეს პროგრამა და გამოცდა დავიწყეთ, რათა დავადგინოთ, შეუძლებთ თუ არა განსაზღვრას იმისა, თუ ვინ შეიძლება გახდეს უსახლკარო. აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია. 90,000 ადამიანიდან, რომლითაც მეცნიერებმა კვლევა დაიწყეს, 7%-მდე 1,5 წელში უსახლკარო გახდა. 10,000 ადამიანიდან, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა, როგორც საფრთხის მომატებული ალბათობის მქონედ მონიშნა, 24% უსახლკარო გახდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მანქანისთვის მეტი მონაცემი რომ მიეცათ, მაშინ უსახლკაროთა პოტენციური რაოდენობა კიდევ უფრო ზუსტი იქნებოდა. ყველაზე რთულია რისკ ჯგუფის ადამიანების დარწმუნება, რომ პროგრამაში შემოვიდნენ, რომლისთვისაც 26 მილიონი დოლარი არის ყოფილი. მონაწილენი ასევე სასაჩუქრ ბარათებს იღებენ ნივთებისა და საკვების საყიდლად. ზოგჯერ ურთიერთობის დაწყება რთულია, მათ ტელეფონები არ უმუშავებთ. ხმოვან შეტყობინებებს ვუტოვებთ, მაგრამ ყოველთვის არ რეკავენ, არ ენდობიან. ვისთანაც მოვახერხეთ, დაკავშირება და პროგრამაში მონაწილეობას დათანხმდა, შემდგომ მადლიერებას გამოხატავენ, ვინაიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთი რამ, რითაც მართლაც რომ ვამაყობთ, არის მუდმივი საცხოვრებლის შენარჩუნების დონე. პროგრამაში მონაწილეთა 87%-მა სახლკარი შეინარჩუნა. ვინაიდან ხშირად პირველად კრიზისის დროს ვხვდებით, როდესაც ასახლებენ. ჯერჯერობით პროგრამა საცდელია, მაგრამ სან-დიეგოსა და სანტა-კლარას მერიებში უკვე დაინტერესდნენ. საერთოდ კი მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია იმუშავებენ კალიფორნიაში უსახლკარობასთან ბრძოლის ყველა სახის პროგრამებს. მაგალითად, ახლახან კომპანია Google-მა UCLA-დან მეცნიერების კვლევის საფუძველზე ცდა დაიწყო. უსახლკაროებს ყოველთვე $1,000 გადასცემს და აკვირდებიან, თუ რისთვის ხარჯავენ თანხას. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა საცხოვრებლისთვის დახარჯა და ქუჩიდან წასვლაც კი შეძლო. ამგვარი სახის ცდები მთელ მსოფლიოში ტარდება, მათ შორის აშშ-ში, სადაც ადამიანებს ფულს უხდიან, რითაც სიღატაკესთან გამკლავებაში ეხმარებიან და მინიმალური შემოსავლის გარანტიას აძლევენ. ამგვარი ცდები უსახლკაროების მიმართ არ ტარდებოდა. ლოს-ანჯელესის ქუჩებში 75,000-ზე მეტი უსახლკარო ცხოვრობს, რომელთაგან 60,000 ზრდასრულია. მათგან ნახევარი უბრალოდ ძალიან ღარიბია. მეცნიერები ამბობენ, რომ ფულის დარიგება გაცილებით სარფიანია, ვიდრე უსახლკაროთათვის სახლების მშენებლობა, მაგრამ კიდევ უფრო სარფიანია მათი ქუჩისგან დაცვა, რაშიც შეიძლება ზუსტად რომ ხელოვნური ინტელექტი დაეხმაროს. Ангелина Багдасарян, Вазген Варжибитян, специально для программы «Детали» из Лос-Анджелеса.